ამ წუთიდან 72 საათის განმავლობაში მე ვიქნები სრულიად ფხიზელი. არანაირი ძილი კარგად გავაკეთე. არანაირი ძილი, არანაირი ბარა 5 წუთი დავიძინებ რაც მობას გაფიცებ. არანაირი არ იქნება იქ, არანაირი არაფერი. მოკლედ, მე ვიქნები რა თქმა უნდა ექიმის დაკვირვების ქვეშ და ერთადერთი მხსნელი ამ 72 საათის განმავლობაში იქნება მსოფლიო ჩემპიონატი. ასევე კარტი, რომელთაც გავერთობით. ტრაქში კიდევა. რომ მოვიღო ხუმრობ მეტი არაფერი არ მოხდრაში. ასევე კაუნტერი ალბათ და მოკლედ ჩვენ ვიწყებთ. მაინც სადაც გათახდა. არ ვიწყებთ ეს. და ჩვენ ვიწყებთ. იგი რო ვიძინებ ხა. Para. ჩემი ძმებს გაუმარჯოს, მეგობრებო, სრული ტყუილი იყო წინა კადრი, იმიტომ რომ ფეხბურთს უყურებდი ამ ქალბატონმა. ალბათ ხმა შემოვიდა მეგობრებო, მოვიტყვები ამ ვაჟბატონმა მითხარ რომ დავაიო, ეხა ავდგეთო, უცებ დავიწყოთ გადაღებაო და შემდეგი 72 საათი იყოსო განუწყვეტლივი ლაივიო, განუწყვეტლივი ლაივი ვერ იქნება, მაგრამ თუ დავიძინო. მეტი რა ვთქვა შეიძლება. დამანებე თავი უყურებ და მერე გავაგრძელოთ გადაღება. არ ვიძინებ ხალხო, არა. Ბიძამში არ ხო? რამდენი საათი? ბიძები. 72 32. 32 იყო, ვიცი, იმიტომ რომ 35 შევსწავლობდი მე თვითონ. ეს გადამიღე და პორტუგალია თუ მოიგებს ვიღაც კაი ხუბრო. ისე ამოვიყო. ამას წარმოდგენა საერთოდ თუ აქვს წინ რა ელოდება. 72 საათი ხო უნდა გაძლოს ძილის გარეშე. პლუს მე უნდა გამიძლოს. ხო გინოდა ბარა გამოწვევები. ხო და მიიღე. ბევრი გავდრავიდა. ჯერ 2 საათი გავიდა. 70 საათი გადავჭე და ხორკვირი ვარ აქ არ მესმის კარგად. თქვენ სახელზე ნახეთ? ჯერ ხურდები, წინ მაინც მთელი ღამე მოხდა თამაში. მოკლედ მეგობრებო, დღეს პირველი დღეა რაც სამსახურში ვარ. მე მივიდივარ Kanye West-ის კონცერტზე. საერთოდ არ მიჭის, ცოტა აყლიოზი მაქვს, მაგრამ და მეძინება და თავი მტკივა და მშია და მწყურია, მაგრამ შიმშილი და წყურული საერთოდ არაფერ კავშირში არ არის შემოძილობასთან. შემიძლია მეჭამა, მაგრამ მეზარეო. პირველ დღეს ვფიქრობ შემიძლია გადავაადგილდე მანქანით, არ არის პრობლემა, მაგრამ შემდეგ დღეებში უკვე სახლში ვიქნები დანარჩენი 2 დღე და გავაგრძელებ მოღვაწეობას სახლის პირობებში. ეხა კი წავედი ჩემი სამსახურის დაგათვალიერებიდან. ეს მე ვარ, super hero. ეს წყალია, ნამია. წამოდით ჩემი თანამშრომლები გაგაცნოთ. ესენი არიან ჩემი თანამშრომლები. ჩემი ხარები თანამშრომლებები არიან ესენი. ხარები 20 ლარი გადავიხადა. დიდრები ყოფილან. ინტერვიუ ჩავწეროთ? აბა რას ფიქრობ ჩემს YouTube არხზე? მე ვფიქრობ რომ საუკეთესო YouTube ექნება და ყველაზე კრეატიული. აი არ გვაინტერესებს. რატო იმალები არ გინდა კადრში გამოჩენა? რას ფიქრობ ჩემს YouTube არხზე? შენს YouTube არხზე ვფიქრობ რომ მინდა ძალიან გემშვიდობებით Kanye West-დან Kanye ვიჩხუბობთ ხალხო აქ ვიღებ ვიდეოს. რამდენად გამოუძინებელი ვარ ათვალიანი სისტემით? 10-ი, მაგრამ გამოუძინებელია. მეგობრებო, ეხლა არის 19 საათი უკვე ჩემი ჩელენჯის. დავიმყოფებით მე და Kanye დამეხმარება ჩელენჯის შესრულებაში. იმედია ცუდად არ გავხდები. აი პირველი დღე ვხუმრობ, ცოტა კი მეძინებოდა მთელი დღის განმავლობაში სამსახურიდანაც სიტყვის გამომაგდეს, მაგრამ ჯერ ხოთზე ვარ. ამის მერე წავა და 2 დღე ვიქნები სახლში. ნულოვანი ტოლერანტი. ეს ჩემს ვაკაცია ზუკა. ზუკა გამოჩი ძმა. ზუკა ძალიან კარგი ბიჭია. და ძალიან უყვარს. ზუკა მას subscribe-ერებს. ანუ დავახოლო. პროექტი კოცი უყვარს. მადლობთ. შეხედეთ რა ბედნიერია. ამ დებელს გონია მე მაქვს 48 საათი კიდე გასაზრდელი. ან რა ემოციურად საუბრობს, ბარა არ გვესმის, არა. ეხლა კი მოისმინეთ სიმღერა რა კარგი ხარ სიყვარული. ტექსტის და მუსიკის ავტორია Kanye West-აძე. მეგობრებო, დავბრუნდით. უკვე ძალიან გვიანია, კიდევ უკვე ძალიან ადრეა ალბათ. 04:04 ჩაიფიქრეთ.
ჩაიფიქრეთ. აგისრულდებათ. მოკლედ დღეს ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, არ უნდა გამეკეთებე რაღაცები, პირველ რიგში სამსახურში ძალიან გადავიტვირთე. ეს ვიხუმრე. სამსახურში არ გადავტვირთულობ, მაგრამ სამსახურის მერე პირდაპირ კონცერტზე წავედი, უჭმელი, სრულიად უჭმელი და კონცერტზეც ემოციურად არ უნდა დაუღლილიყავი ეგრე. პლუს კონცერტის მერე ძალიან ბევრი ვჭამე და დაღლილზე კიდე უფრო მოვითენთე. ამიტომ გამიჭირდება დღევანდელი ღამის გადატანა და ყველაზე მნიშვნელოვანი რა, ამას გთხოვთ დავაკვირდეთ ამ მონაკვეთს. და მიმაზუმია რა მექენი. მოკლედ, ექიმი, რომელიც არის ჩემი ოჯახის ახლობელი, იმდენად ახლობელია, რომ მოგვივიდა კამათი. ჩემს ამ გადათენებულ დღეებთან დაკავშირებით. მაგრამ მე რადგან დავიწყე ჩელენჯი, არ ვაპირებ ამის დასრულებას. უბრალოდ თუ აქამდე ვიყავი ექიმის დაკვირვების ქვეშ, ეხლა ვარ ღმერთის დაკვირვების. ეხლა ვარ ღმერთის დაკვირვების ქვეშ. დედა შენ თუ ამ ვიდეოს უყურებ, მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ და გათიშევიდეო. ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ეს ასაწყობი, ქვია მას. აი ეს ასაწყობი გამომიგზავნა ჩემმა მეგობარმა, ამის ამწყობი მე არ ვარ, ამიტომ გავაგრძელებ ისევ კაუნტერის თამაში. ჩემი ოპერატორი ნენელა იძინებს და კადრის შესაბამისად. არ დავიძინებ, არ დაიძინებს ქართველი არა. ის შეიძლება ლოგინში დაწვეს ერთი იმედი ციცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. დაიძინე თორემ მოგწხებ ძალიან დამღალეო. ვატო ჯალაპაური. ყველა galaktioni ვერ იქნება. ამასობაში დამათენდა. უკვე გავიდა 34 საათი ძალიან რთულ პირობებში მიწევს ცხოვრება. არავინ გვერდში არ მიდგას. აი, ესენი მიდგანან. რა გადასვლა იყო, კეთილებს ვუყურე. ეხლა განახებთ რატომ მიჭირს ყველაზე მეტად. ძმას ძინავს, არც ვაინტერესებო არ. ზე ამევიდა. მე ისევ აქ ვარ. ძალიან ცუდად ვარ ხალხო. დედა, მიყვარხარ. მარიამი ჩემი და მარიამი ჩემთვის მთა. აყლიოზიც აღარ მაქვს, მინდა ცუდად ვარ. გული მერევა, თავბრუმე ხვევა, თავი მტკივა, მაგრამ არ დავიძინებ, იმიტომ რომ ღმერთი ჩემთანაა. ვიღაცები რა თქმა უნდა არ დაიჯერებენ რეალურად, მაგრამ აი ჩემს სახეს და დასებულ სახეებს რო დაინახავენ, ალბათ უფრო დამაჯერებელი ვიქნები. მიყვარხართ ხალხო, მომენატრებით. იმედია ეს წილი გაგრძელდება, აღარ ვიცი რაღაც ლაპარაკი, წავედ, მიდიკოცეთ. გიორგი, რა საკეთებ გიორგი? ჩემი ვირტუოზი. ნახე და მომღაბი ხალხო, ჩემ ხოლზე კი არა და იმაზე რა ქვია, ვინც ვერ წახვედით, მინდათ რომ ყველას მოგიწყოთ ეს სიმღერა. რაზე ვერ წავედით? Kanye West. Kanye არის, ბაქეთი რო ასწავლე. ჩუმად ერთად გთხოვ რა ხაც მის ხელოვნებაში ცუდად უსმინე. ტიპა მართლა დაამულა. ცოტა ცნელი, მაგრამ ფინანსი ხომ უფრო ძალიან სხვანაირად ნიჭიერი ვარ ხალხო. ნახე დაიყვირე.
ვერაფერს ვერ დავიყვერეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ ხალხო მე რომ მეძინოს რეებს შევქმნი. კიდე ვიცი, ნახეთ, კიდე ერთ დავამოყავ. მოკლედ ესე ვერ უკრავ, ესე უკრავ ჯერ. უზე დაიწყოს ხელები. გაგრძელება. მეტია ვიცი, კიდე მომღავ რაღაცებს. ბრაზილია იწყება ურსად. დღეს არის მეგობრებო ბოლო ღამე. პირველი 20 წუთია. ბოლო ღამე დაგვრჩა მეგობრებო, მინდა გაგახაროთ, მაგრამ მე აღარაფერი აღარ მახარებს, იმიტომ რომ ცუდად ვარ ძალიან. აი, როგორ მიჭირს იცით? აი, ალბათ ამ ვიდეოს ნახავს 360 კაცი და ყველას მოვკითხო. და გადააზიარეთ და მაგა მომიწერეთ, ძალიან გთხოვთ ხალხო, ცუდად ვარ. და კიდევ ერთხელ შეგეშულებთ. სწრაფად ჩემელია. თუ არ მოგბეძდეთ. ბუიაკა. ბრაზილია ისე მიყვარს ხალხო კი პორტუგალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ბრაზილია არის ჩემი მინი პატარა. ბრაზილია ძალიან მიყვარს. იმედი მაქვს ახლა ამ ცეკვით გამომაფხიზლებენ ცოტა მაინც. ხო მაყურებინე რა. რომელი საათი დააფიქსირეთ, აჰა. ცოტა დრო დაგვრჩა ჩვენ მალე დავასრულებთ. რაღაც უნდა მეთქვა. დღეს ერთი რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა უკვე მეგობრებო, თუ გაინტერესებს სიმპტომები, ვერადა ვერ გავიხსენე მონიკა ბელუჩის სახელი და გვარი. ანუ ჩემთვის ნომერი 1 ქალბატონის სახელი და გვარი ვერ გავიხსენე, წარმოგიდგენიათ რა მჭირს. ბოლუჩი თქოთო და ანუ ბელუჩამდე ვერ მივედი. მაგრამ მე მივარ 100.000 გამომწერამდე თქვენი დახმარებით. ესე ჩაინტეგრირება შემიძლია ყველაფერს, ამიტომ სპონსორებო. პირველივე ვიდეოზე გთხოვთ რომ დამასპონსოროთ საქართველოს ბანკი იქნება ერთების ბანკი იქნება ლიბერტი ბანკი. ესა პრობლემა არ გაქვს. ნებისმიერ შეგიძლიათ მომზადდეთ და მე დაგელოდებით მაინც ჩემს დიდ და ფერად სხვასთან. გამიჩი ხომ მაყურებინე და აუ კიდე ერთი შემოატრიალე. მოკლედ ცხოვრებაში არ ყავა დიდად არ მიყვარს მიუხედავად იმისა რომ ბათუმელი ვარ. ყავა არ მიყვარს და მოუკვდე ჩაის მი და ენერგეტიკულების მით. ასევე მივიღებ ტვინის ვიტამინებს, რომელიც ახალსაც ვერ გეტყვით რაღაც მიზეზების გამო. მაგრამ არაფერი არ მშველის მაინც არხეული. ეხლა კი გავაგზავნებ ყურებას თქვენის ნებართვით. მადლობა ყურადღებისთვის, ძალიან მიყვარხართ კოსმეტიკა ხვევით თქვენი ბარა. გავიდა 55 საათი დაახლოებით, ეხლა არის 6:15 წუთია. ძალიან ცუდად ვარ. ვერ ვგრძნობ ვერაფერს სხეულზე. ვიცი რომ ჩემი ძალიან გაბრაზდებიან ამ ვიდეოს ნახვის მერე, მაგრამ რა ვქნა? რატო ვაკეთებ ამ ყველაზე მნიშვნელოვანიც არის რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე მინდოდა რომ რაღაც ჩელენჯები გამეკეთებინა საკუთარი თავისთვის. მიყვარდა სულ და ეხაც მიყვარს გამოწვევები, ამიტომ არ გავჭირდები პირიქით. რაღაც სასარგებლო რო გამეკეთები, ალბათ უფრო კარგი იქნებოდა. მაგრამ ესე გადაწყდა განგება. რაც შეეხება შეგრძნებს, რას ვგრძნობ? ყველა ანუ ნებისმიერი რეაქცია დაგვიანებული მაქვს, ძალიან გვიან მიეწოდება თქვენს ინფორმაცია. თავიდან თუ რაღაც კაუნტერი და რაღაც გამყავდა თავი, ხა ანუ ფიზიკურად აზრი არ აქვს, ანუ ყვილად ვარ. ჰალუცინაციების სიმართლე გითხრათ არ მქონია. ხმები ჩამესმა და იქიდან ის შემოვიდა და რაღაცა რომ მოგატყუთ და გულწრფელები ყო არ მქონია. მაგრამ აი ვერ ვხვდები რა მინდა, ძალიან გაღიზიანებული ვარ, ყველაზე და ყველაფერს ვღიზიანდები. ვერ ვწერ ხალხს, იმდენად გაღიზიანებული ვარ, იმიტომ რომ აი დამრჩა დაახლოებით 18 საათი. არ ვიცი, რამდენად სწორად თქვი, მაგრამ საღამოს 12 საათზე დავიძინებ და ალბათ ერთი დღე მთლიანად მეძინება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მოკლედ, ამ ყველაფერს რატო ვაკეთებ თქვი? პირველი ღამეა, როდესაც ჩემი კამერამენი ჩემთან ერთად ათენებს, იმიტომ რომ უკვე იმდენად სულდად გრძნობ თავს, რომ ამასაც შეეშინდა და გადაწყვიტა რომ ერთად გაგვეტარებინა ეს ღამე. ძალიან მივყავა რაღაც მომენტებში და მაფხიზლებს. შეიძლება ეს უდეც იყოს ჩემთვის, ამიტომ თუ არ დავიცვალე ეცოდეს რომ ამ კამერამენის ბრალია. წავედი და ცოტა ხანში ეხა დავიძინებ და
გურუმი ეხა ხო ვიცი რომ ჩემი subscriber-ების 99.9% გძინავ და ყველა მეზიზღებით. არა ხომ ისეც მზუხართ ამ მომენტში ყველა, მაგრამ ეხა ხორმაგად რო გამახსოვს რომ გძინავთ საერთოდ მეზიზღებით. არ ვიცი რა ვქნა. რანაირად უნდა შევიკავო ეხა თავი ბოლო 18-15 საათი რამდენი საათი და წავედი რა. ის ლეგო ვერა ვაწყე ხალხო. და მე ზარა გახსნით თავით და ნერვიც არ მქონდა. და ნუ დღეს სახლში ვარ, მაგრამ გამოვყროვდი. ეგონაც ხარ ამის ვიტყოდი რა. მაინც იმორი რომ შემჩნია თუ შემჩნია ეს ყველაფერი, მაინც რო ყველაფერს პოზიტიურად უყურებ. შეგიძლია კამერა გათიშო. თავიძინოთ. კარგი მოკლედ 15 და აი ჯერ ხო ისედაც თვალი ძლივს მეხურჭება და ხა ეს განათებაც რომ დამიყენა გომავშუბი აი იმენა ესო ეს სერჯობია ესე თავიდან ჩავწეროთ მოგესალმებით მეგობრებო არა 18 მაგარია რა ვის არა გაკეთებული აჰა თუ არა არავის გაკეთებული ყავი გადაათენ ჩემთან ერთად აღამე უკვე გათენდა ხამე უკვე გათენდა გათიშე მამბოს პირველად გათენდა ხო ჩემთან უკვე მესამედ გათენდა ესე დავედი გათიშე აშინე ავი შია გონია რომ შია მაგრამ რო ვერ შევჭა რაღაც აი ორგანიზმი ვერ ხდება რა უნდა იმინა რომ დაგარდათ შემოგალეწყოს ახეში რა ქერა თვალებითაც უყურებ ეხა კამერა 72 საათიანი უძილობის შემდეგ ერთ რამეს მივხვდი ამ ექსპერიმენტმა ერთი რამ მასწავლა მირები მხოლოდ ფილმებში არიან მე უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ ან კიდევ თუ რამე იდეა ცუდი იდეა გაგიელვებთ თავში გაიხსენეთ ეს ვიდეო და მიხვდებით რომ ამაზე ცუც ვერაფერს ვერ გააკეთებთ საშინელი ექსპედიცია ექს რაღაცა იყო არაფერი დადებითი ამას არ მოვუტანია ჩემს ცხოვრებაში წავედი უნდა დავიძინო 27 დღე ხა ამ მაგაზე შემიძლია კიდე ცალკე ახალი ჩელენჯი გავაკეთო ამ ხელ დავიძინო თავიში